ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი დღეს საფრთხეშია ისე როგორც იშვიათად ყოფილა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე. ჩვენ დამოუკიდებლობის ისტორია არ არის მარტივი ისტორია, ეს არის ძალიან ტურბულენტული, ბევრი ტრაგედიების და ტკივილების ისტორია, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ეს ქვეყანა დადგა თითქოს სწორ გზაზე, მის სწორ ტრაექტორიაზე, დასავლურ, ეროვნულ, ქრისტიანულ, ცივილიზებული სამყაროს ფასეულობების სახელმწიფოს მშენებლობაზე ამ მომენტში ისევ როგორც 200 წლის მანძილზე ბევრჯერ ისევ რუსები ეღობებიან საქართველოს მომავალს. ამ შემთხვევაში ჩვენი შვილების მომავალს. დღეს ჩვენი მთავარი მისია არის წინააღმდეგობა. ამ წინააღმდეგობაში უნდა ვიაროთ იქითკენ რომ შევცვალოთ რაღაც. წინააღმდეგობა რთული რამ არის. წინააღმდეგობა მოითხოვს ნების ყოფას. საქართველოს მოქალაქეები ასეთ რთულ მომენტებში ყოველთვის იჩენენ გასაოცარ ნების ყოფას და გასაოცარ ვაჟკაცობას. წინააღმდეგობა არის ყველა ფორმით საჭირო. არჩევნები 4 ოქტომბერს არის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა. ის ფორმა, რომლითაც მაგალითად 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველებმა შეცვალეს ხელისუფლება. შეიძლება ამ ხელისუფლებამ ცუდი ტრაექტორია აიღო, მაგრამ არჩევნებით შეიცვალა ამ ქვეყანაში ხელისუფლება. არჩევნებს ბევრი ცვლილება მოუტანა ამ ქვეყანაში. თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებას არ ცვლის, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი აგურია წინააღმდეგობაში. თვითმმართველობის არჩევნები არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ შეიძლება რაღაც განგრძობადად არ გიქცევდეს ამ პროტესტში ყოფნა, მაგრამ ამ დღეს შეგიძლია მიხვიდე საარჩევნო ყუთთან და დააფიქსირო შენი აზრი ხელისუფლების წინააღმდეგ, საქართველოს გარუსების წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული იდენტობის დაკარგვის წინააღმდეგ და ხელი შეუწყოთ ერთმანეთს იმისთვის, რომ ამ ჩვენი ერთობლივი წინააღმდეგობით ძალიან მალე ეს რეჟიმი ჩამოუშალოთ. ამ დღეს ამის გაკეთება შეიძლება. ამ დღეს შეიძლება რომ კალაძეს წავართვათ ეს ქალაქი. ამ დღეს შეიძლება რომ ივანიშვილი დავასუსტოთ. ამიტომ არ უნდა დაგვეზაროს მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და დღის მეორე ნახევარში გავაკეთოთ ის, რასაც დამატებით სხვა თვლით ჩვენ სამოქალაქო ვალად იქნება ეს აქციაზე მისვლა თუ კიდე სხვა ფორმით გაგრძელება ამ წინააღმდეგობის. ოღონდ არავის არ დაგვაუწყდეს, რომ ჩვენი სამოქალაქო ვალია მანამ სანამ ეს ქვეყანა დგას, მანამ სანამ საქართველოს არსებობს და ქართული დემოკრატია არსებობს, რომ წავიდეთ არჩევნებზე და ყოველთვის ჩვენ ბიულეტენებში დავაფიქსიროთ წინააღმდეგობა რუსებთან, რუსულ ხელისუფლებასთან და ქართულ ოცნებასთან.